ეხლა გადავდივართ ჩვენს შემდეგ ამბავზე. ახალი ექსკლუზივი Axios-ისგან ამტკიცებს, რომ აქვს გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობდა ტრამპის ადმინისტრაცია ისლამურ რესპუბლიკასთან. როგორც ჩანს, როდესაც აშშ-ო ცდილობდა ირანთან მოლაპარაკებას, ვაშინგტონი დარწმუნებული არ იყო, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მყოფ პირებს რეალურად ჰქონდათ შეთანხმების დადების ძალაობის ძალაუფლება. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციამ ისინი გვერდი აუარა და პირდაპირ ირანის ძლიერ რევოლუციურ გვარდიასთან გახსნა საიდუმლო არხი. Axios-ის ცნობით თეთრმა სახმა შუამავლად გამოიყენა ერაყელი ქუთი ლიდერი ნადირ ნეჩირვან ბარზანი, რათა დაკავშირებოდა ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთ მეთაურს და გაეგო, რა სურდა რეალურად ირანის სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ საბოლოოდ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ასე რომ კითხვა რა თქმა უნდა ესეთია. რას გვიჩვენებს ეს იმის შესახებ, ვინ იღებს რეალურად გადაწყვეტილებებს თეირანში? და ჩვენთან სტუდიაშია კორესპონდენტი ხალით სლედინი, რომელიც დეტალურად განიხილავს ამ საიდუმლო არხს. იცით, მე ვფიქრობ, არ არის გასაკვირი, რომ ირანში ახლა არ არის ნათელი, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. მაგრამ რამდენად უჩვეულო თქვენი აზრით თეთრი სახლისთვის, რომ გვერდი აუაროს ირანის ოფიციალურ მომლაპარაკებლებს და პირდაპირ რევოლუციურ გვარდიას დაუკავშირდეს? რაც შეეხება წარსულ შემთხვევებს, ეს უჩვეულო არ არის. ანუ, მათ არაერთხელ უცდიათ ჰამასთან არაპირდაპირი საუბარი. და ასევე უცდიათ, თუ წინა ტრამპის ადმინისტრაციასაც ჩავთვლით, მათ ესაუბრნენ Kim Chen In's. ასე რომ, ტრამპისთვის ძალიან ჩვეულებრივია თქვას, რომ ჩვენ ვესაუბრებით. ეს არაერთხელ მოგვისმენია. განსაკუთრებით, როცა საქმე ჰამასს ეხება. იგივე მოხდა მაშინაც, როცა ისრაელი შეშფოთებული იყო, რომ კუშნერი და ვიტკოფი ჰამასს ესაუბრებოდნენ მაშინ, როცა მძევლები ჯერ კიდევ ღაზაში იყვნენ. საუბარია 2025 წლის დასაწყისზე. ასე რომ, ეს უჩვეულო არ არის. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო აპრილში, მაგრამ ისინი დარწმუნებულები არ იყვნენ, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს. ეს ისინი არიან, ვისაც ახლა მოღალატეებს ეძახიან. ვსაუბრობთ ქარიბოვზე და საგარეო საქმეთა მინისტრ არაქჩიზე. ქუჩაში ხალხი ამბობს, რომ ისინი უნდა ჩამოახრჩონ. ასე რომ, ისინი ფიქრობდნენ, საერთოდ აქვთ თუ არა მათ მანდატი ირანის რევოლუციური გვარდიისგან, თუ უზენაესი ლიდერისგან. და მაშინ ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი თავის პოზიციაზე იყო. მან ბარზანის დაურეკა. ბარზანი ძალიან საინტერესოა. ერად ირანის ომის დროს ფაქტობრივად ირანში ცხოვრობდა და არა ერაყში. და მას ზოგადად ენდობა ირანის რეჟიმი. ის ბევრ ადამიანს იცნობს რეგიონში, განსაკუთრებით ირანში და რა თქმა უნდა, აშშ-შიც. და მაშინ მან მართლაც დაურეკა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს. ან იმ ადამიანებს, ვისაც იქიდან იცნობს. და გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ მათ გაგზავნეს ვიღაცა დაცული ტელეფონით ერაყის ქურთისტანში, ერაყის ქურთისტანის რეგიონში. ამ დაცული ტელეფონით მან ესაუბრა ვახიდის, გენერალ ვახიდის, რომელიც ხელმძღვანელობს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს. და მან თქვა, რომ დიახ, ჩვენ დავამტკიცეთ ეს მოლაპარაკებები და გვინდა ეს პრობლემა მოლაპარაკებების გზით გადავჭრათ. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ თქვით, მოლაპარაკებებში საქმე კარგად არ წავიდა და ჩვენ ისევ ამაში ვართ გაჭედილები. ხო, იცით, ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ აშშ-ს როგორც იუწყებიან, სურდა საიდუმლო მოლაპარაკებების გამართვა ერაყის ქურთისტანში, მაგრამ ირანს ეშინოდა, რომ ისრაელის დაზორვა მის ოფიციალურ პირებს იქ დაუმიზნებდა. რას გვიჩვენებს ეს საბოლოოდ უსაფრთხოების შეშფოთებებთან დაკავშირებით? იცით, რაც ეხება მომავალში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე? კი, ისინი სწორად ღელავენ ერავის ქურთისტანზე. და როცა საქმე შემდეგ მოლაპარაკებების რაუნდს ეხება, ხედავთ, რომ მხოლოდ ხალილ ბაფი და დარაჯი, იცით, ხელმძღვანელობენ ამ მთელ პროცესს. რადგან ბოლოს და ბოლოს ვაჰიდი იცის, რომ ის სამიზნეა. თუ ვინმე არსებობს, ვინც ხელშეკრულების მიღწევაში ხელს უშლის, ანუ ირანის დათმობებზე წასვლაში, ეს იქნება ვაჰიდი, ან ვინმე, ვინც მას ახლოსაა, ან მის წრეშია. და ეს იქნებოდა სამიზნე. და რა თქმა უნდა, მათ სურთ უზენაესი ლიდერის ადგილმდებარეობის გამჟღავნება. რადგან, როგორც მე მესმის, ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, იმიტომ რომ ისინი შიშობენ, რომ სიმბოლური იქნება ახალი უზენაესი ლიდერის მკვლელობა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, რაც ამ პოზიციაზეა. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ისინი ამჟამად აკონტროლებენ მას. ანუ, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენად ძლიერია ის. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ის, იცით, საერთოდ ცოცხალი, სულ მცირე, ზოგიერთი ისრაელის წყაროს მიხედვით, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მისი მდგომარეობის შესახებ და ზუსტად რა შეუძლია. და შეიძლება ისინი რეალურად იყენებენ მას იმისთვის, რომ გადასცენ ის გზავნილები, რაც თავად სურთ და არა ვიღაც სხვა. ასე რომ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი რეალურია. როგორც კი საომარი მოქმედებების კიდევ ერთი რაუნდი დაიწყება აშშ-სა და ისრაელს ერთ მხარეს და ირანს შორის, უდავოდ ირანის რევოლუციური გვარდია იქნება სამიზნე. ასევე უმაღლესი ლიდერი იქნება სამიზნე. ისრაელს ბევრი რესურსი აქვს, არა მხოლოდ ერაყის ქურთისტანში, არამედ სხვაგანაც. და უდავოდ ისინი მათაც გამოიყენებენ. კარგი, პალია, დიდი მადლობა ამ ახსნისთვის. ეხლა გადავდივართ